Salve, მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე, რამდენად კმაყოფილები ხართ? რა თქმა უნდა, არ მოველოდით ამ შედეგზე ძალიან კმაყოფილები ვარ. სულ ცოტა ხანში დაიწყება მთავარი ბოლა და ვნახოთ რა შედეგს დადებს სანდრო. შენიც. პირველი ადგილი 8 წლიანი პაუზის შემდეგ სანდრომ გაიმარჯვა პირველ ბოლაში. თქვენი ემოციები მაინტერესებს. პირველ რიგში შენ ემოციები? მე მოვუკვდი. ცოტა დაძაბული ვიყავი. არა ეგრე მარტივი რომ ესე ვთქვათ ბოლაში გამოიჩინა თავი. ფანტასტიკური პერფორმანსი იყო რა. ვერც მოვასწარი თვალის დახაჯონება რომ უკვე გადაასწარი. თქვენ დაუმტკიცეთ რომ ნამდვილად არსებობს ეს დაუმა. მეთანხმები? ჯერ არა, მაინც კიდე Campeones, ole, ole, ole. Salve, მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე. ჩემთან ერთად არიან სანდრო და დათა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, გამარჯვება. პირველი ასარბოლო ვიკენდი დასრულდა და საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო მთლიანი რბოლა. ორ მომენტს გამოყოფდი განსაკუთრებით, ეს არის პირველი რბოლის ბოლო მონაკვეთი, სადაც სანდრომ ფანტასტიკური მანევრით გაასწრო და გაიმარჯვა პირველ ბოლაში და მეორე ალბათ ყველაზე საინტერესო მომენტი სანდროსთვის ალბათ იყო მეორე რბოლის პირველი 30 წამი, მანდაც ასევე ფანტასტიკური მანევრი იყო. მე მაინტერესებს რამდენად კმაყოფილები ხართ ზოგადად ამ პირველი სარბოლო ვიკენდით და იქნება ჩემი პირველი კითხვა. და გამარჯვების შემდეგ რა ემოციები გრძენი. ხორცხელა. 8 წლიანი პაუზის შემდეგ წრიული რბოლა დაბრუნდა. პირველი რბოლა, პირველი ადგილი, პირველ რიგში მივოცოთ სანდროს გამარჯვება და თქვენი ემოციები მაინტერესებს. პირველ რიგში შენ მაინტერესებს. ემოციები? მე მოვუკვდი. ძალიან რთული ყოფილა, მშობლის ამპლუაში ყოფნა თან როცა ორივე სპორტსმენები ხართ. მაგრამ თავიდანვე ისე დაიწყო სანდრომ, რომ დავრწმუნდი, რომ აკონტროლებდა სიტუაციას, შეეძლო თავისუფლად, როცა უნდა სწრაფი ყოფილიყო, როცა უნდა ნელი ყოფილიყო, კარგად აკონტროლებდა დისტანციას, სიტუაციას, დამკვიდრებას, ბრძოლას და ასე შემდეგ და რა ვიცი, ყველანი კმაყოფილები ვარ, რაგეთ შამპანური უნდა გავხსნათ მე სანდრო. ფანტასტიკური პერფორმანსი იყო რა. აი, ვერც მოვასწარი თვალის დახაჯონება რომ უკვე გადაასწარი. ვითხარი რას ფიქრობდი მაგ მომენტში? თუ საერთოდ არ იყო არანაირი ფიქრი. არც მე ველოდ თვალის შორის მაგ მოსწრების გასწრებას შევძლებდი, მაგრამ აი ბოლო მომენტში მოვასწარი და შევედი პირველი. გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა. თქვენ დაუმტკიცეთ რომ ნამდვილად არსებობს უკეთესი დაობა. მეთანხმები? ჯერ არა, მაინც კიდე ვერ ბოლა, მაგრამ უსურვოთ სანდროს წარმატება ძალიან კარგი ყავთ. კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად პირველი შეჯიბრი იყო ძალიან ავტომობილებში და სიმართლე გითხრა, ისეთი დიდი იმედებით არ მქონდა, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს და გრიდზე ისეთი კონკურენტები მყავდა, რომლებიც დაახლოებით 10 წელია, 15 წელია დადიან და ცოტა დაძაბული ვიყავი მაგათ გამო, იმიტომ რომ არა ეგრე მარტივი რომ გაუწიო კონკურენცია და ესე ვთქვათ ბრძოლაში გამოიჩინოთ თავი, მაგრამ გამიმართლა იმაში რომ კვალიფიკაციას გაიდროვა ჩვენ და დავიწყე პირველი პოზიციიდან და ძალიან დიდი უპირატესობა მომცა ამან, იმიტომ რომ მეორე მესამე ადგილოსანმა ბრძოლაში დაკარგეს დრო და მე შევძელი რომ წინ გავსულიყავი და ცოტა ხანი მშვიდად მიარა. თელ დროშები იყო, რის გამოც მე გავცვალეთ ადგილები მე და მეორე ადგილოსანმა. აი safety car-ი დავამატებ, safety car-ი არის ნაშრომის წყალში ჩაყრა, იმიტომ რომ შენ რო გააქვს თქვათ რაღაც დისტანცია აღებული რბოლის დროს, როდესაც რაღაც მოხდება სარბოლო ტრასაზე და safety car-ი გამოდის, ყველა ისევ ერთად იკრიბებით და თავიდან ისევ იმ შემცირებული დისტანციით იღებ სტარტს და ყოველთვის არის იმის რისკი, რომ safety car-ის მერე დაკარგო შენი თქვათ ნაშრომის წყალში ჩაგეყაროს, ასე ვთქვათ და პირველ რბოლაზე მე მგონი სამჯერ იყო safety car-ი გამოსული და ზუსტად მესამე safety car-ზე მოხდა ისე რომ პირველი პოზიცია დაკარგა და მეორეზე გადავიდა, მაგრამ ვივაშკაცა. პირველმა რბოლამ კარგად ჩაიარა საბოლოო ჯამში. გამოვიდა ისე რომ შევძელი ისევ გადასწრება ვინც გამასწრო იმის და გამოვედი პირველ პოზიციაზე. გამარჯვებული პირველი რბოლის გასცნას როდის ისწავლე. შამპანურის გასცნას. მე დათოს ვეთქვი რომ მასწავლოს, სწორედ.
ესე ჯერ გემოც არის ის და ბევრი რაღაცა კიდე წინ. აუ მეორე რბოლაზე სხვათა შორის მე რომ მომიწია და სტარტვა, იმიტომ რომ კვალიფიკაციის რევერსით იყო მეორე რბოლა, ანუ პირველი და მეორე პოზიციას ვიდნენ ერთმანეთს, მეხუთე და მეორე, მესამე და მეექვსე და ასე შემდეგ. და მეორედან რომ დავისტარტე, პირველ მოსახვევში ყოველთვის არის ხოლმე პირველი მოსახვევი არის რბოლის ყველაზე დაძაბული მომენტი, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა მანქანა ერთმანეთთან ახლოსაა და ყველა ცდილობს რომ რაც შეიძლება მოიპოვოს მეტი პოზიცია და ძალიან აურზაური არის ხოლმე რა. და მეც პირველ მოსახვევში შევდიოდი და წინ დავხსნა მანქანა მოbrunებული პირიქით და უცებ მოახდინე რეაგირება, ავაცილე და დავამთავრეთ ყველაფერი მშვიდად. კი, ზოგადად როგორ არის, იცი, რბოლის დროს 70% ან მეტი თუ არის არა მრბოლელმა არ ითვლება სრულფასოვნად დასრულებულ რბოლად. ისეთი რბოლა და მრბოლელებს ენიჭებათ ნახევარი ქულები. ზუსტად ეს მოხდა მეორე რბოლაზე. 10 წრიდან 6 წრე იარეს სარბოლო წრე, მე-7 წრეზე აი safety car-ი გამოვიდა, სახიფათო მომენტი იყო, მანქანა იყო შუა ტრასაზე გაჩერებული, რაღაცა ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ამიტომ შეწყდა ეს რბოლა წითელი დროშებით და დაიწერა ნახევარი ქულები. ამანაც ჩვენზე კარგად იმოქმედა და პირველი ეტაპის მერე, ანუ ორი რბოლის შემდეგ დავრჩით საერთო ჩათვლაში პირველ პოზიციაზე, ანუ სანდრო არის დღესდღეობით პირველ პოზიციაზე. ну, ყველას აინტერესებს რა გავუკეთეთ მანქანას. ზოგადად კითხვა იქნება ესეთი, რომ რა პროცესი გავიარეთ. იმ ეტაპიდან, როცა მანქანა ჩამოვიდა, რა შეუცვა. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ მანქანაში, ყველაფერი არ ჩანს რა თქმა უნდა კამერაში, მაგრამ რაღაც კადრები იქნება, რომელსაც ვაჩვენებ და მაგის გარდა კიდე ძალიან უზარმაზარი შრომის გაწევა გიწევს, რომ ავტომობილი მოამზადო რბოლისთვის და შეიძლება სრულიად შემთხვევით რბოლის წინა დღესაც იყო ეგ პრობლემა, რომ ძრავს ქონდა პრობლემა და შეიძლება რბოლზე გახვიდა და ერთი წრეც ვერ გაძლოს. ყველაფერი ხდება. რაც კი დეტალი აქვს, ყველაფრის შესვლა მოგვიწია. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, არ არის ესეთი ახალი მანქანა, სარბოლო რეჟიმში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ყველა დეტალს. რავის გაახლებაც მოგვიწია, გადაცემათა ყოლობის შესვლაც მოგვიწია, სარბოლო დაგირების სისტემა დავაყენეთ. მოკლედ ეს ძალიან ახლა თქმით ადვილია, მაგრამ ამან ბევრი კვირები და თვეებიც კი წაიღო ამ ყველაფრის გაკეთებამ. კი, ნამდვილად თქვენთვის ეს ერთი ვიდეოა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული. მე კონკრეტულად აი დაკიდების სისტემაზე რომ მოვუყვეთ ხალხს, რას ნიშნავს, რატო არის საჭირო დაკიდების სისტემა, რატო უნდა შევცვალოთ. მე ვნახე რომ რაღაც სანამ დაიწყებოდა რბოლა, ყველა თვითონ მანქანას ამოწმებდნენ. ხო, ზოგადად ვინმე რო არ იმაიმუნოს და უფრო დაბალი მანქანა არ ყავდეს, არის სპეციალური რეგლამენტი, რასაც ყოველი გარბენის შემდეგ ასე ვთქვათ, სტიუარტები ამოწმებენ, რომ დასაშვები იყოს. ეს თან ცოტა რთული ამბავი არის, იმიტომ რომ ყველას უნდა იმ მინიმალურ დასაშვებთან ზღვარზე იყოს მისული მანქანა, ანუ ძალიან მაღალი არ იყოს და არც ჩასდეს ამ ზღვარს და ყოველთვის ჭირდება აი ამ გადამოწმება, ზუსტი დარეგულირება. კიდევ ის არის პრობლემა, რომ სარბოლო მანქანა ზედმეტად ხისტია, ანუ სრულიად განსხვავდება ქალაქის ავტომობილისგან და ამ სიხისტისგან ყველაფერი ეშვება, ასე ვთქვათ, მანქანას, ეს ბოლტები, რაღაცები, ანუ ჭანჭიკები, ასე ვთქვათ, სულ გადამოწმება უნდა, დიდი დატვირთვა აქვს და სხვა დეტალებსაც, საბურავებს უნდა ყურადღების მიქცევა, დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავის წნევებს. საბურავებზე მაქვს სანდროსთან კითხვა. სანდრო, როგორც ვიცი, ყველა ავტომობილს ერთნაირი საბურავები აქვს და მაინტერესებს, რამდენად კმაყოფილი ხარ ამ კონკრეტული საბურავებით. კი, რეგლამენტში წერია ეს საბურავები, ყველას ერთად იგივე უნდა გვეყენოს. და როგორც სხვა მანქანის დეტალები, საბურავებიც გამოირჩევა ჩვეულებრივი ავტომობილისგან. ეს არის ნახევარსლიკი, ესე ქვია ამ საბურავს. გამოირჩევა იმით, რომ უკეთესად ეჭიდება ტრეკის საფარს და უკეთესად უძლებს ტემპერატურას, მაგრამ ამ მომენტში და ამ ხელა დატვირთვებზე მაინც კარგავს თავის თვისებას ნახევრად და ვეღარ ეჭიდება ისე კარგად, როგორც თავიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კარგად გვადგება რბოლებში. ყველასთვის ერთი და იგივეა. ძალიან ცხელა აქ და ეს კითხვა ბოლოსკენ მქონდა გადადახული, მაგრამ რბოლა მაჩვენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლოდ გახდა რბოლის შემდეგ, იმიტომ რომ შეიძლება კადრში არ ჩანს ეგ, მაგრამ მანქანაში ძალიან ცხელა. შენ როგორ გაუმკლავდი და უმკლავდებოდი ამ ამბავს? ჩვენ ხო ვარჯიშები. მე ფიზიკურად მომზადებული ვარ, ძალიან
არ ვიცი, რავი, ეს თან არც არცხელა ხოლმე, როგორც მანქანის ცხელა შეჯიბრის დროს, მაგრამ უშუალოდ რბოლისას ადრენალინის გამო ალბათ ვერ გძნობ ისე არ გაწუხებს რა რბოლისას ეგ სიცხე ძალიან თუ არ დაცხა, მაგრამ აი მონაკვეთებში როცა safety car-ია და ნელა დადიხარ ან როცა უკვე მორჩება რბოლა და pit-lane-ში შემოდიხარ, მაგ დროს გაწובה მთელი ეს შეჯიბრის სიცხე და მაგ დროს გემართება ყველაფერი და ძალიან რთულია. მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანი ბევრჯერ მსმენია და ბევრი ახსენებს რომ არანაირი ფიქრი არ უნდა გქონდეს, როდესაც მანქანას ატარებს და ყველაფერი რეაქციებზე არის. შენ შემთხვევაში აი როგორ ხდება ეგ? ხო, მეც მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ რბოლის წინ გავითავისუფლო თავის ზედმეტ ფიქრებისგან, რამაც შეიძლება რომ ხელი შემიშალოს ამ სტაბილურობაში, სისწრაფეში და რეაქციის დროს გაუარესებაში და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ მარტო კონცენტრირებული ვიყო სისწრაფეზე, სტაბილურობაზე და მაქსიმალურ ყურადღება მივაქციო ჩემს მოქმედებს შეჯიბრის დროს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილში მაინც ძრავია. ბოლომდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ეგ პრობლემა, რაში მდგომარეობდა პრობლემა და როგორ გამოვასწორეთ, თან ჩემთვის წარმოუდგენელია რა როგორ შეიძლება რაღაც ერთ დღეში ან ორ დღეში ეგეთი პრობლემა მოაგვარო და მაგაზე რომ მოგვიყვეთ. ძრავს ქონდა უფრო თვითონ მექანიკური პრობლემა არ ქონდა, უფრო ელექტრონული პრობლემა ქონდა, რის გამოც ძრავი გამართულად არ მუშაობდა, ეს სიურპრიზი რბოლის ამ საკვალიფიკაციო გარბენის წინა დღეს ამოგვიხდა. ну, რა თქმა უნდა, მეგობრების დახმარებამ და გათნებულმა ღამემ აღმოფხვრა ეს პრობლემა და სარბოლო უქმეებისთვის ვიყავით 100%-ით მზადყოფნაში. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა რაც არის, აი უსაფრთხოებას რაც შეეხება, უსაფრთხოების კარკას, რბოლამდე ფედერაცია ატარებს ბრიფინგებს რბოლებთან, მან არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შევიპარე. მაგაზე რომ მოგვიყვეთ ორიოდე სიტყვით, რა როლი აქვს უსაფრთხოებას და უსაფრთხოების კარკას, მცირედი შეჯახების დროსაც თითქმის ყოველ ჯერზე გამოვიდა safety car-ი. ყველა იცის რომ სპორტულ მანქანაში ჩამონტაჟებულია უსაფრთხოების კარკასი, რომელიც ძალიან ისეთი მყარია და შეჯახების დროს იცავს რბოლს, ასევე სპორტული სავარძელია, 6 წელიანი ღვედია და მაქსიმალურად ანუ ჩაფხუტი გაქვს, ჰანსი გიკეთი ანუ კისრის სამაგი, რომელიც ფუძის ზვალს იცავს დაზიანებისგან და საკმაოდ ისეთი კარგად არის დაცული რბოლელი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სიჩქარე ძალიან დიდია ყოველთვის და უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ავტოსპორტსაც, როგორც სხვა სპორტსაც, ძალიან მკაცრი წესები აქვს და თავისი შიდა განაწესი აქვს, რასაც რბოლელი უნდა დაემორჩილოს. უნდა დაემორჩილოს მარშალის ყველანაირი დროშას, არის სხვადასხვა ფერის დროშები, ყველაფერს თავისი აღნიშვნა აქვს და რა თქმა უნდა, რბოლელებმა ვიცით ეს და ვემორჩილებით ამას. აი, რაღაც კონკრეტულ სპორტში ყველგან არის სტრატეგია რა. ავტოსპორტში რამდენად მნიშვნელოვანია ეგ სტრატეგია და რა სტრატეგიით გადიოდი სანდრო შენ პირველ რიგში როცა პირველ ადგილზე იყავ, რა სტრატეგიით გადიოდი? თუ იყო საერთოდ ეგ სტრატეგია? ხო, გვაქვს ხოლმე სტრატეგიები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ვიდრე სხვა სპორტებში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიას და სტრატეგიის გარშე ძალიან რთულია რომ რამ შედეგს მიაღწიო. ძირითადად სტრატეგია რაც მქონდა ის იყო რომ რახან მეორე რბოლაში ცოტა უკინდა ვიწყებდით, ვეცადეთ რომ მაქსიმალურად პირველი წრეები გქონოდა მაქსიმალური ტემპი და გვეცადა მეტი პოზიციის მოგება თავიდან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, თავიდან პირველ ორ წრეში არის ხოლმე ყველაზე შემჭიდროვებულად ეს გრიდი და უფრო მარტივია თუ ტემპს იპოვი გასწრება ბოლელების და კიდევ ერთი კითხვა მაქვს დათა უკვე შენთან, როგორც ვადევნებდი თვალს, ძალიან ნერვიულობდი. მე დასასწრად ვიყავი backstage-ში და ხედავდი როგორ ნერვიულობდა ის, მაინტერესებს შენი ემოციები როგორი იყო იმ მომენტში, რომ გაგესაუბრე, ძალიან მითხარი რომ უკაცრიელ რთული იყო ეს, ვიდრე წარმოგედგინა და აი მაგაზე რომ მოგვიყვეთ დეტალურად, რას გზნობდი იმ მომენტში, რომ გაიხსენო ის არც ისე მარტივი მომენტები. კიდევ მოკლედ გითხრა არ მახსოვს. მე მახსოვს რა, კადრებში. ხო, მართლა ძალიან რთულია, ნერვიულობდი მართლა ძალიან. ანუ მე რო გამოდივარ შეჯიბზე, იმის მე-1000-საც არ ნერვიულობ, როგორც ახლა სანდროზე ნერვიულობდი, იმიტომ რომ სადებიუტო რბოლა იყო
და რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანი ამ სპორტთან და რაც უფრო ბევრი რაღაც იცი, თავში უფრო ბევრ ვერსიას, ასე ვთქვათ, გადიხარ და რაც უფრო ამ ბევრს ფიქრობ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია უფრო გენერვიულება და თან სიცხე იყო, ამის ფიზიკურ მდგომარეობაზე უნერულობდი, რო გაეძლო, სხვებთან ერთად ბრძოლის გამოცდილება რო არ ქონდა ამ ყველაფერზე უნერულობდი და ეს ერთად მაგრამ ძალიან წარმატებით გაართვა თავი და ნუ ყველა ძალიან გაგვახარა. ძალიან ბევრი შენი მეგობარიც იყო, კომაგობის გუნდიც თან გახდა და იქ ხალხი ძალიან ნერვიულობდა, მარტო მამაშეს არ უნერვიულია, ყველა ძალიან ნერვიულობდით. ნუ ვერ შეედრევა რა თქმა უნდა იმ ნერვიულობას, რომ დათასახეზე ეთხოვოდა, მაგრამ ნუ ძალიან საინტერესო საბოლოო ვიკენდი იყო, პირველ რიგში მაინტერესებს რამეს ხო არ შესვლიდით მაგალითად. რა თქმა უნდა არ მოველოდით ამ შედეგს და ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რა არის იმაზე კარგი, რომ კვალიფიკაციასაც მოიგებ და პირველ ბოლასაც ეს დამატებითი мотиваციაა ჩვენთვის რომ უფრო კარგად მოვემზადოთ და მეტი კონკურენცია გაუწიოთ სხვა მრბოლელებს, იმიტომ რომ ისინიც მოემზადებიან ახლა რომ სანდროში დაინახეს პოტენციალი და ასე ვთქვათ დანებების უფლება არ გვაქვს, ეს ამ გახარებამ უკვე ჩაიარა, ეს კი კარგი იყო, მაგრამ საერთო ჭრილში ჯერ ადრეა. ბევრი სიხარული, იმიტომ რომ წინ 6 ირბოლა გვაქვს, უნდა მოვემზადოთ კონცენტრირდეთ შემდეგი ირბოლებისთვის და ისევ ვიყოთ ძლიერი კონკურენტები. აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი, მეგობრებო, თუ გაინტერესებს, ვინც ვერ მოხვედით, გირჩევთ რომ ესტუმროთ, იმიტომ რომ ლაივში ამის ყურება გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ეკრანზე, ნუ ეკრანზე საინტერესოა, მაგრამ აქ სულ სხვა ემოციებია, ხო, სხვა ემოციები არის. სხვანაირად აღიქვამ ზოგადად safety car რო გამოდის, სხვანაირად აღიქვამ მანქანების შეჯახებასაც პირობითად, მაგრამ ნუ ესეთი სპორტია. ბევრი ხალხი მაგის მაყურებელი ბევრი მაგისთვის მოდის, რომ ეს რაღაც შეჯახებები და ასეთი რაღაცები ნახონ, საყურებლად ზოგისთვის კარგია, მაგრამ წარმოიდგინეთ მრბოლის რამდენიც ნუ სანახაობა, მაგალითად რა მთელი რბოლა. როდის ჩატარდება შემდეგი რბოლა? ერთ თვეში იქნება, როგორც ვიცი. 14 სექტემბერს ჩანიშნულია რბოლა, აუცილებლად მოდით, ჩვენ კი გემშვიდობებთ. ნახვამდის.